უფალო შემინდა და შემიწყალე შემეწია ამ ურთულეს საკითხში. მოგესალმებით ჩემო გულიანო ქართველებო. მოგესალმებით განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს მინდა იმ ადამიანისადმი მინდა პატივისცემა გამოხატო ვისთვისაც 17 მაისი ოჯახის ღირსების სიწმინდის დღე საქართველოს გადარჩენის საფუძვლად მიგვაჩნია. აღნიშნული ვიდეოს არსის ჩაწერა მინდოდა 17 მაისს, მაგრამ ვერ მოხერხდა. და წერ დღეს 17 ივლისს. დღეს 17 ივლისს ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობს 4 ამ წუთებში მიმდინარეობს 4 ვაჟკაცი ქართველი კაცის მაღაროველის, ჭიათურელის, საქართველოს ფარის მცველის სასამართლო პროცესი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჭიათურა არის საქართველოს ფარი. საქართველოს სიძლიერე იქნება თავდაცვი, იქნება თუ ეკონომიკური, ხო, იწყება ჭიათურიდან. და რატო ჭიათურიდან? მინდა ახსნა, მინდა გადმოგცეთ ერთ-ერთი აკადემიკოსის განმარტება, თუ რა არის მანგანუმი. 80-იანი წლების ბოლოს მქონდა საშუალება იმისა, რომ ეს კითხვა დამესვა აკადემიკოსისთვის. და მან შემდეგნაირად მიპასუხა. თქვენმა ქართველმა აკადემიკოსმა მელიტონ მუსხელიშვილმა მსოფლიო მეცნიერთა აკადემიას დაუმტკიცა უფლის არსებობა. მისი განზომილებებით, მისი ყველა კითხვა თითქმის დამსხვრეული იყო ამ საკითხის განხილვის დროს. თვითონ ვინც პასუხი გამცა თუ რა არის მანგანუმი, ეს აკადემიკოსი იყო მომსწრე, შემსწრე ჩვენი აკადემიკოსის როცა წარდგა მსოფლიო მეცნიერთა აკადემიის წინაშე. ისეგად უფალმა შექმნა დედამიწა, წყალი, ჰაერი, ცა, ხე, ტყე, ყველაფერი, მდინარეები. იმის შემდეგ, რაც ადამიანმა შექმნა, ყველაფრისთვის აუცილებელია მანგანუმი. ნივთიერებათა შეერთება არ მოხერხდება თუ არ არის შიგ მანგანუმი. ეს სასწაულად აუცილებელი ადამიანობის კაცობრიობის განვითარებისათვის მანგანუმის მსოფლიო 80% მარაგის არის ქალაქ ჭიათურაში. ქალაქ ჭიათურაში დღეს ინვესტორმა და ხელისუფლებმა ერთობლივად ჯერ პირი ამოაკერინეს, მერე თვალი ამოაკერინეს. ეხლა ასამართლებენ. იმის გამო, რომ რეალური თანხის გადახდა არავის არ უნდა. უნდა დაგამონოს, გაგძარცვოს შემდეგნაირად ხელისუფლების გამოყენებით. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალაქი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის ქალაქი ჭიათურა. არაფერს წარმოადგენს ეს ქვანახშირი, ნავთობის თუ ოქროს თუ ალმასის კარიერები მარგანეცის მომპოვებელთან შედარებით. ეს არის საოცრება. დედამიწაზე შუშა არ გათეთრდება მანგანუმის გარეშე. მედიცინა ვერ განვითარდება, წამალი არ არსებობს მანგანუმის გარეშე. არ არსებობს მისი ყველაფერი, წეგამ თქვი, რომ რაც კაცობრიობას ჭირდება ყველაფერში არის მანგანუმი. ჩვენს ირგვლივ ოფისი იქნება, ტელეფონი იქნება თუ სადაც ვართ, ყველაფერში არის მანგანუმი. მისი რეალური ფასი 1 კილო მანგანუმისა
არის 1 კილოგრამი შაქარი. წარმოგიდგენიათ, რა განუკითხაობასთან გვაქვს საქმე? 1 ტონა 1000 კილოგრამში მუშას უხდიან $14 თუ 12. $20 რო გადაეხადა ინვესტორს, არაფერი არ იქნებოდა. ძარცვის პროცესი უნდა შეწყდეს საქართველოში. ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე. ძარცვა საქართველოში სანამ არ შეწყდება, ჩვენ არ გვეშველება. მართლმადიდებელ ფილოსოფიას თუ ჩაწვდებით, ხო, არის იქ მოცემულობა, რომ იქნება გოდება, მიწა შეჭამს, მართლმადიდებლები ერთმანეთს ხელისცეცები დაუწყებ, ზემნას აღარ ვიქნებით. ასევე არსებობს ის წინასწარმეტყველება, რომ თუ შეებრძოლები, სატანა ტრონს ვერ დაიდგამს. ნახე, ჩვენი პატრიარქი ქადაგებს 2017 წლის მაისისთვის ქადაგებით. არ გაყიდო მანგანუმი, არ გაყიდო ნავთობი, ოქრო, ქვანახშირი, წიაღირსეული, ბენტონი, არაფერი არ გაყიდო. ვერ ვნახეთ ხელისუფლება. ვერ ვნახეთ ის პოლიტიკური ძალა, არ გაყიდო გასაგებია, თუ არ გაყიდო საწავიღო. საქართველოს რომ განაცხადოს ჭიათურის მანგანუმი გატანა ექსპორტით 100%-ით აიგრძალება გარდა იმ ტექნოლოგიებისა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად დაჭირდება და დანარჩენი მისი განვითარება მოხდეს საქართველოში. ნახე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ბათუმში გაჩნდება გემჩენებელი, სადაც ერთ დღეში 70,000 კაცსაათით შექმნილი სამუშაო რას შექმნის ერთ დღეში. ეს გემჩენებელი იქნება 30,000 კაცი დასაქმდება ერთ საწარმოში. ხაშური გაბრწყინდება. დედამიწაზე სტეკლო არ გათეთრდება თუ იმ მასში მანგანუმი არაა. ვისაც მანგანუმი უნდა, ჩვენი გზავნილი ეს იქნება. მობძანდით საქართველოში და გაანვითარეთ ის საწარმოების შემქმნით ის სამუშაო ადგილები. ეს გარღვევა იქნება ქართულ ეკონომიკაში. ამუშავდება ნავთობგადამუშავება, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ზესტაფონი. ეს იქნება ინდუსტრიალიზაცია, ზუსტად ეს არის. ზუსტად ეს არის პატრიარქის ქადაგების აღსრულების დასაწყისი. პატრიარქის ქადაგების აღსრულებამდე 1991 წლის კანონის აღსრულების დაწყება, მისი დამუშავება. აი, ესეთი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება ჭირდება საქართველოს. პროფესორ დემურ გიორხელიძემ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ 17 მაისს მოდი და შევიკრიბოთ. და ნამდვილად მივედი დათქმულ დროზე და ვქონდა იქ ჩვენ საუბარი იმისა, თუ რა გვეშველება. ყველანი საუბრობს სიმართლეს, მაგრამ გამოსავალ გზას არავინ არ საუბრობს. ბატონ დემურს რო შევეკითხე, თქვენი რო გაიმარჯვოთ რაშვებით პირველი ქმედითი ნაბიჯები რა იქნებაო, თავი შეიკავა. დღეს არსებობს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იღებს პასუხისმგებლობას იმის, რომ რამე სახით შეცვალოს.
მაგრამ ყველა იბრძვის იმის გულისთვის, რომ საქართველოს ზარცვა გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ამას ჩავენაცვლებით, რაღაცას შევასწორებთ, რაღაცას გამოვასწორებთ. დღეს ნახეთ, რა დღეში ვართ, არაბიზაცია. აჭარაში 300 ჰექტარი მიწა გაგვიყიდენ უпроსორად. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც გემშენებელი ქარხნის ორი დიდი მშრალი და მისი დოკებით არის შესაძლებელი იმის გაკეთება, თუ ჭიათურა გაიმარჯვებს. ჭიათურა თუ დაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების და დამოუკიდებლობა დასრულებულია. დღეს ყველამ ჩვენ ერთად უნდა გავითავისოთ ის რა გვაქვს და რას გვართმევენ. ნახეთ, ერთადერთი ჩვენი ურთიერთობის საშუალება არის სოციალური ქსელი. ნახე, ზვიად ომარაძემ მშვენიერი საქმე გააკეთა, რომ ქართველი ფერეიდნელები ჩამოიყვანა, სარწმუნოება მიიღო და საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭა. დღეს ნახეთ, რა დღეში ვართ, ცხოვრების უფლება $150,000 ღირს. საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებლობის წინაპირობა არის, თუ თქვენ გინდათ ჩემ ქვეყანაში მობრძანდით და საქართველოს მოქალაქეობის მიღება ჩემთან ერთად უნდა ილოცოთ. უნდა მიიღოთ მართლმადიდებლობა. მე მგონი ეს ორი აზრია. უკეთესი ჩვენი იდენტობის გადარჩენის არ არსებობს. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ქაოსიდან რო გამოვიდეთ, უნდა დავიწყოთ იმ წლიდან, რომელ წელში ჩვენ ქაოსში შეგვიყვანენ. ეს არის ედვარდ შევარდნაძის პოლიტიკის დასასრულის დასაწყისი. ეს ნიშნავს საქართველოს პატრიარქის 2017 წლის ქადაგების აღსრულებას, დაწყება მისი. როგორ უნდა გავერთიანდეთ? სოციალისტები კი ბატონო, კეთილი ხალხი, მშრომელი, აზრიანი ხალხია, მაგრამ სარწმუნოებასაც ცოტა ვერ არიან. ვინც მართლმადიდებლები ვართ, ვინც მაზიარებლები ვართ. ეს არის ქართველი მართლმადიდებელი გამარჯვებული ხალხის ძალა, რომლებიც ჩვენ გევიმარჯვეთ უკვე. ჩაგვიტარენ არჩევნები. და გვითხრენ 8 ნომერს 50,000 ხმა აქვსო. რაც წარმოუდგენელია, ტყუილია. 50,000 ხმა მხოლოდ პატრიოტთა ალიანს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ტელევიზია აქვს და იმას თავისი მხარდამჭერები, თავისი მრევლი ყავს. მაშინ საწავიდა კითხვას ვამ 2010 წელს დაბადებული აჭარაში პარლამენტის წინ რო დღეს ალტინფო ჯვარია, სადაც 8 ივლისს 60-80,000 ადამიანი 6 კილომეტრიანი 20%-იან აღმართზე მივდიოდით. ჩვენ მსოფლიოს მაშინ უთხარით, რომ საქართველოში LGBT პრაიდი და მსგავსი უკანონობის დაკანონება არ მოხდება. რასაც 17 მაისით ოჯახის ღირსების დღით აღნიშნავ ჩვენ. ნახე, უამრავი ერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც ნახე, ერთიანთა დარბაზი, ზვიად ომარაძე, რა ქვია იმას, დემურ გეორხელიძე,
იქეთ თემურ შაშიაშვილი, იქეთ მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ გეიმარჯვოს რასიზმს. აი ვის უნდა მივცე ხმა? აი დღეს გეუბნებით. ამ წამს გიდასტურებთ. თუ გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, ახლა 20 ივლისს 2 დღეში ვაჟა-ფშაველას ძეგლთან იკრიბება ის გამარჯვებული მართლმადიდებელთა ხალხთა ძალა, რომელსაც დაანონსა აი არაბების და პეტიციას კი ბატონო ყველაფერზე მზად ვართ. გამარჯვება შენარჩუნება უნდა. ახლა დაიწყება ოპოზიცია პოზიცია არჩევნებს აუცილებლად ჩაატარებენ. ჩვენ გვჭირდება სრული გამარჯვებისთვის, რომ საპარლამენტო დაჩქარებული წესით საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ, გვჭირდება ქალაქ ჭიათურაში გამარჯვება, ქალაქ ზესტაფონში გამარჯვება, ქალაქ რუსთავში გამარჯვება, ქალაქ ბათუმში და თბილისში. ამ 5 ქალაქში ამათმა რა სისტემა არ უნდა მეიფიქრო. არჩევნების დღეს ერთ დღეში ამ შევარდნაძის, ამ ქაოსის, ამ სიბინძურეს დავასრულებთ. თუ იქნება ადამიანს ხმას რო გაძლევს რაცვლილებას პირდები, ესა მთავარი ერთია, რომ საქართველოს აღარ იყიდება, საქართველოს აღარავის გავაწეწიებ. მანგანუმი 1 კილო 1 ტონა $14 მიგაგ. 1 კილო, როცა 1 კილო შაქრის ფასია. გაიმარჯვებს ბათუმში, ჭიათურაში, თბილისში თუ რუსთავში ის პოლიტიკური ძალა, რომლის წინაპირობა გამარჯვებისთანავე იქნება, რომ აიგრძალოს საქართველოსთან წიაღისეულის ექსპორტი 100%-ით, გარდა ტექნოლოგიური პარტერი, რომ გაცვლით ჩვენ წიაღისეულს გავცლით, მხოლოდ აღარ გავყიდით, ჩვენ თვითონ გამოვიყენებთ. და შემდგომ გამოჩნდება ის ინვესტორები, რომლებსაც მანგანუმის გარეშე წარმოება შეუძლებელად მიაჩნია და არა ბუნებაში ნივთიერებას არ უერთდება მანგანუმის გარეშე. არ არსებობს ის რაღაც მითიური ციფრები, ბატონ გეორგიალიძეს ვეუბნებოდი, რომ მეთქი არა ეს ციფრები არ შეიძლება, არა მაგი საფუძველი არა, მანახეთ ბირჟის ფასები არის ნავთობის, გაზის, იმის, მანგანუმის ვერ ნახავ. იმიტომ რომ არ იყიდება ის მხოლოდ გაცვლითი ოპერაციის შედეგად შეიძლება მიიღო მანგანუმი. ანდა ისეთი სახელმწიფოებიდან ნახა აფრიკაში ნახენ რაღაცა ნაწილი მანგანუმის იმას საერთოდ არ იცის. ნახე აი ამიტომ ჩაგვირეცხენ მეცნიერთა აკადემია, მეორე მსულში ჩააფუთხა. ნახე ძლიერი სახელმწიფოებრიობა იწყება მეცნიერთა აკადემიიდან. თუ რას ფლობთ, რა არის და რისი გაკეთება შეიძლება. აი ამას უნდა მიკროფონი, ამას უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ახლა მე რა შემიძლია, მე მაქვს ერთი სოციალური ქსელი და დამთავრდა. მაგრამ გეუნებით აქვე. აი არჩევნებამდე დარჩენილია 90 დღე, ძალიან ცოტა. თუ ჩვენ გავისაზრებთ და ყველას მოგიწოდებთ, ზვია ტომარაძე, აი ვისაც გამარჯვება გინდათ საქართველოსთვის, მოდი ყველა ერთად შევიკრიბოთ. კი მესმის შენ სოციალისტი ხარ, მაგრამ
კი ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც პატრიარქს განუდგა ყველა სექტა დამთავრდა ქართველისა მეტი ერთობის ძალა არ არსებობს ხარ მართვადიდებელი კი ხარ ქართველი კი ვინც პატრიარქს განუდგა ყველა სექტა პატრიარქზე მეტი გონიერი რომელი ხართ ერთი ეს ჩვენი გამარჯვება კონსერვატიზმის გამარჯვება ეს იქნება ტრამპლინი თავარი ქადაგების აღსრულებისა ჩვენი პატრიარქისა ესა კონსტიტუციური მონარქია მეტი უკეთესი არა ყველაფერი შინჯეთ ყველაფერი ქაოსიდანა ეს შევარდნაძის დაწყებული ქაოსია რომელიც ჩვენ უნდა დავასრულოთ არ დავასრულებთ ჩვენ დაგვასრულებენ იქნება გოდება იქნება მიწიშამა იქნება ის იმის გამო რომ არ გვინდა ერთობა 20 ივლისს ყველას მოგიწოდებთ ვინმეს არ ეგონოს რომ მე რაღაც ვინმესთან მეტი გზა არა უფალო შემინდა და შემიწყალე საქართველოს გადარჩენის ხვალინდელი დღის მომავალი ჩვენი ოჯახის სიწმინდების შენარჩუნების ერთადერთი საფუძველი არის ჩვენი ერთად ყოფნა სოციალისტებს ასე გვაგვარდოთ ვინც სტალინს განუდგა ის სექტა არა და ერთია ნახეთ ეკონომიკის განვითარება როგორც სტალინი განვითარებდა ეკონომიკას საქართველოში იგივეს გადაგებს პატრიარქი იგივეა ახლოს არის გონიერებასთან იმან ის ნაცი ის კოცი ის ნუ ყველამ გვალი მაგიდა ესენი ყველამ გვალი მაგიდის აწარმოებენ აჭარაში 300 გექტარი მიწა რომელი აჭარელმა დასვა ხელწერა იმისა ის უკანონოა ის ყველაფერი უკანაა გამოსასყიდი ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი მე 20 ივლისს აუცილებლად მივალ იქა და ყველას თქვენ მოგიწოდებთ ეს არაბიზაცია ისა პაკისტანიზაცია რაცა ყველაფერს შემოევლება ერთი დევიზით ვინც პატრიარქს განუდგა ყველა სექტა ამ ერთობით ერთობა რომელიც წარუდგება საზოგადოებას თუ გამარჯვების შემთხვევაში 90 დღიან პარტიის გენერალურ ხაზს ამცნობს საზოგადოებას ის ჩათვალეთ გამარჯვებულია ვერ გაგვიყალბებენ რაც არ უნდა ვერ გაგვიყალბებენ ახლა არ მინდა პირდაპირ თქვა არის ინსტრუმენტები რომლებიც თუ ჩვენი ერთობა მოხდა და დავიწყეთ იმაზე საუბარი რომ არ გავყიდო კი ბატონო რა უყო და მაგის სრულ დეტალიზაციას მისი დოკუმენტაციით ვამცნობთ საზოგადოებას ვეღარ გაგვიყალბებენ ესენი არიან მთლიანობაში 3000 კაცი რომელიც 1,340,000 კაცი სიც გვიშრობენ 1,340,000 ქართველს გვაქვს დღეს 70 მილიარდი ფული ლარი 18 საქართველოს ფეხზე დააყენებს იმხელა თანხა ეს წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ მაინც ამ პარტოვნობა გძლიათ არ მოხვიდეთ არ შევიკრიბეთ ხო ხვალინდელი დღე არის ეს 70 ლარი გაელექტრონდება ის დამღაც ყველაფერი ეშმაკისეული წაგვესება კისერში და მერე დაიწყება გოდება მერე დაიწყება ის იმის გამო რომ შენი დღევანდელი ამ პარტოვნობას ვერ ძლებს ქართველი კუჭიშკუაზე დადეს ერთი გაძღომის გულისა სამშობლოს ყიდის ერთობა რომელიც გმობს უფალს და ქალაქ თბილისის მერად ორჯერ გათხოვილ კაცს გააძლიერებს თუნდაც ხმის მიცემით იმ ორჯერ გათხოვილ კაცზე უარესია რომელიც კლავს ჩვენ იდენტობას და ქართველობას
ჩემი ცხოვრება ყოველთვის ჩემი პირიდან ამოსული სიტყვის კი არა 100-ს პასუხისმგებელი ვარ. თუ მოხდა ეს ჩვენი ერთობა ღმერთი დაუფლისნებით და გავითავისეთ ის რომ ჩვენი გადარჩენა მხოლოდ პატრიარქის ქადაგებაშია, მაშინ გავიმარჯვებთ. თუ არა და მე 60 წლის ვარ. ჩემ ერთ-ერთად მამაოს ვეუბნებოდი, მეთქე 36 თვეში ამის კონტურები გამოჩნდება და უკვე გამარჯვებაა. ინვესტორი კარგია, ფული რო არ გაქვს. მცნება ინვესტორი ისეგად ბუდუთ გრაბით. всё, ეგია ინვესტორი დღეს ქართველისთვის. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ჩვენ გვიმტკიცებენ 30 წელი რომ თქვენ არაფერი არ გაქვთ, გაზი არ გაქვთ, ნავთობი არ გაქვთ, არა ყველაფერი მაქვს. 4 ჭაბურღილს დავარტყა მიორზე, მერე კიდე 4-ს. საქართველოს ნავთობის ექსპორტს დაიწყებს, თუ ამის აუცილებლობა დადგა. ერთი 30 წელი ნავთობი მერე აღარ იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის. უფალო შემინდა და შემიწყალე. 1,340,000 კაცი ვართ ქართველი დარჩენილი. რას ველოდებით? სანამ ისევ 300,000 არ ჩამოვდა 500,000 და საერთოდ არ გავკრებით. დაანებეთ ნაცი, კოცი, მაი ყველა ერთია, ერთი მამიშვილებია მაგენი. ერთი კაცის მოფიქრებულია საქართველოს განადგურება. ერთი დამკვეთია, მეორე მკვლელია. იმედია ჩვენი გამარჯვებისთანავე, გონიერების გამარჯვებისთანავე, ნახეთ, საქართველოს მეცნიერთა აკადემია პირველ რიგში 500% შეიძლება მეტი გაიზარდოს მისი დაფინანსება, იმიტომ აუცილებელია. დანარჩენი ნახე 36 თვეში საქართველოს ტოლვილი არ ეყოლება, ემიგრაცია ყველა უკან ჩამოვა. თუ როგორ და რაფერე, ამას უნდა ერთობა, ამას უნდა ჩამოყალიბება. დღეს არსებული იმ კონექტორიდან პოლიტიკური პარტია თუ არ გაქვს, სიტყვას ვერ ამბობ, არც მოგისმენენ. ასე რომ მოდი ყველამ ერთად 20 ივლისს გავაპროტესტოთ და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, ერთად ლაბარაკი, არ უნდა მარტო ლაბარაკი ტელევიზორიდან, ერთად დიალოგი. შეიძლება რაღაც საკითხს ჩემზე უკეთესად ფლობ, მე მოგისმენ, მე არ ვარ ამპარტავანი, კი ამპარტავანი, ჩვენ ყველა ამპარტავნები ვართ და ვცდილობთ რომ ეს დავიყვანოთ მინიმუმზე, ერთმანეთს მოусმინოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანების ახლა მეფე მარჩენიე ესაა კონსერვატივი, ესაა სამეფოსულა. მეფე გულუხვია. საქართველოს სიაღრმისეულის 33% ქართველის ხელში იქნება, მის საკუთრებაში იქნება. ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა? რომ შენი აქტივია, უფალმა იმდენი მოგცა, რომ საკმარისზე მეტია. მაგრამ ყიდი სამი კაცი. ღრმა პატივისცემით, ჩემო გულიანო ქართველებო, ერთი გადავრიოთ სოფლიო და დავანახოთ რა შეუძლია ქართულ ხალხს, მის გონიერებას, მის მეცნიერთა აკადემიას. მეცნიერთა აკადემია იქნება დასაყრდენი ახალი ხელისუფლებისა. ვაჟა ოთარაშვილმა, ბრწყინვალე ქართველმა, ნახეთ, საქართველოს მეცნიერთა აკადემიას ამცნო გაბედა, რომ 70% ქართული მიწებით უკვე გასხვისებულია. ეხლა ემზადება მეცნიერთა აკადემია პასუხი საქართველოს ხელ, რა მან არ იცის. აი მისი გამოსყიდვის საფუძვლები უნდა მოვძებნოთ, იმ ხელშეკრულებების გაცომა ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინც აქტივებს დაუბრუნებს ბორჯომს, მანგანუმს, საქართველოს აქტივები ის იქნება ხელისუფლება.
დანარჩენი ყველაფერი მისი მიმდევრები, მისი გამაძლიერებლები იმ ორჯერ გათხოვილ კაცზე უარესი იქნება. ამას საჯაროდ გეუბნები. რა ჩემზე უკეთეს არის ცით? მაგრამ არის ის ხალხმა. იმ ოცნების ხარდამჭერებას არ იცნის. ვინ აი ორჯერ გათხოვილი კაცზე რა მოხდა, რა ქნენ? უფალი დაგმენ. და ხილული ეშმაკით ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ დაგვისახელეს. ოცნებამ იგენს გაასრო სიბინძურეში. ღრმა პატივისცემით, დიდი სიყვარულით, ჩემო გულიანო ქართველებო, მიყვარხართ და ვიბრძოლოთ ისე, რაფერ შეგვიძლია. რაფერს არ შეგვიძლია ისიც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მოუგებთ ამათ არჩევნებს. ელემენტარული გჭირდება, მეტი არაფერი, გავარღვიოთ საინფორმაციო ვაკუუმი. დამთავრებული აგენის საქმე. რაც არ უნდა ითვალონ, არის იმის არ მინდა ახლა უბრალოდ თქვა, რომ ვერავინ ყველა მცნობს ჩვენს გამარჯვებას. რაც არ უნდა მაგენმა აყალბონ. უფალო შეგვინდა და შეგვიწყალე. კარგად ბრძანდებოდეთ დროებით.